76 დღეა რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები ყოველდღე იმართება. შეკრებილები ქართული ოცნების 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის კურსიდან გადაუხვია. აქციის მონაწილეები ხელახალი არჩევნების ჩატარებასთან ერთად აქციებზე დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ. მანამდე გამოჩენილი საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძის 70 წლის აღსანიშნავად თბილისის საიუბილეო მსვლელობა დაიგეგმა. მოქალაქეები და მსოფლიობანი თბილისის საკონცერტო დარბაზთან შეიკრიბნენ და რუსთაველის პროსპექტისკენ მსვლელობით გამზირისკენ მსვლელობით დაიძრნენ. თეონა ხუბლავა იმყოფება პარლამენტთან, რომელიც ახლა აქციიდან ბოლო ინფორმაციას მოგვაწვდის. თეონა. ნიკა, დღეს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის 77 დღე არის. საკვლავ არიან შეკრებილი მოქალაქეები, უშუალოდ შენობის წინ იმყოფებიან ისინი. გზის სავალი ნაწილი ამ დროისათვის არ არის გადაკეტილი. აქ მყოფი ადამიანების რაოდენობა ამისათვის ამ ეტაპზე არ არის საკმარისი. ადგილზე ჩვეულებისამებრ არიან ცხადია სამართალდამცველები. აქ ცოტა ხანში რუსთაველის გამზირზე არსებულ ამ აქციას უნდა შემოუერთდეს მარში, რომელიც ეძღვნება ქართველი ცნობილი საოპერო მომღერლის პაატა ბურჭულაძის 70 წლის იუბილეს. მარშის მონაწილეები თავდაპირველად შეიკრიბნენ ფილარმონიასთან, შემდეგ იქიდან უკვე ისინი მოემართებიან მსვლელობით რუსთაველის გამზირზე, სწორედ აქ, სადაც იმართება აქცია და როგორც მათ მედიასთან განმარტეს, ამ მსვლელობის განმავლობაში ოპერისა და ბალეტის თეატრთან შეჩერდებიან, სადაც გამართავენ პერფორმანს. პაატა ბურჭულაძე ხშირად იმყოფება რუსთაველის გამზირზე აქციებზე და მან მედიასთან საუბრისას აღნიშნა და თქვა, რომ მისთვის დღეს მის იუბილეზე რუსთაველის გამზირზე ყოფნა არის მნიშვნელოვანი. რაც შეეხება უშუალოდ საპროტესტო აქციას, ის აქ გრძელდება. უშუალოდ შენობის წინ მდებარე ტერიტორიაზე არიან შეკრებილები აქციის მონაწილეები, საყვირებით, შეძახილებით, თუმცა ამ ეტაპზე ჯერჯერობით გზის სავალი ნაწილი არ არის გადაკეტილი და ჩვეულებრივად არის საავტომობილო მოძრაობა რუსთაველის გამზირზე. როგორ შეიძლება აქ ემოცია გავაზიარო? არ ვიცი, მე მართლა გაუგებარია ჩემთვის. როგორ შეიძლება ამ ხელა სითბო იყოს, ამ ხელა სიყვარული იყოს, მართლა მოულოდნელი იყო, რომ ასე დიდი სიყვარული და ასე დიდი პატივისცემა. ეს მე მოვალდებულებს იმას, რომ მე ალბათ ბევრად უკეთეს უნდა ვიყავით დღეს ვარ. იუბილე იმართება ყველანაირი კანონის დაცვით. მივწერეთ წერილი თბილისის მერიასაც, რომ რაღაც ხალხის აჯარიმებას და ასე შემდეგ არ კონდეს ადგილი. დედამიწის ისტორიაში 10 საუკეთესო საოპერო მომღერალს შორის შესული ქართველი ბანი, მისი იუბილე ვერ შედგა თბილისის ოპერაში. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს მარტო ოპერას არა, სხვებმაც იცოდნენ ოპერის ზემდგომებს და ვერ მოხდა ეს. პაატა ბურჭულაძის იუბილესად მიძღვნილი მარშის მონაწილეები ახლა სწორედ ოპერისა და ბალეტის თეატრთან იმყოფებიან, სადაც თავად პაატა ბურჭულაძე სხვა მომღერლებთან ერთად მართავს პერფორმანსს, რის შემდეგაც ისინი რუსთაველის გამზირზე არსებულ აქციას შემოუერთდებიან. მადლობა, თეონა ხუბლავა საუბრობდა რუსთაველის გამზირიდან პირდაპირ ეთერში.